რამოდენიმე 100 მეტრში თოვლით. ეს ლევიტანას ტბა. ის მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტანის ხეობაში. აქ მოსახვედრად ულამაზესი ხეობის გავლა მოგიწევთ. გზაც ნამდვილად არ არის რთული. უმჯობესია მაღალი გამავლობის მანქანით მისვლა. ტბა გაზაფხულზე ყველაზე ლამაზია, რადგან მას ძლიერი წვიმები და მთაში გამდნარი თოვლი ავსებს. 12-15 იყო, აი კოტეჯები რო იყო, მან რო შევხედე საათს. კი, მით. იტყვება ცალმხრივია. ამოვედით ლევიტანას ტბაზე. არა, იქ ვინ იქნება, რა ვინ არის. და ესეთი გადავსებული არის ტბა, ძალიან ლამაზია. ეხლა გვინდა რომ იქით შენობა რო არის, იქით გვინდა რომ გადავიდეთ და ვნახოთ აბა. პირდაპირ გამო. ამოვედით ლევიტანას ტბაზე ირაკლი თავის გასაბერ დაფას ბერავს და აპირებს რომ შევიდეს ლევიტანას ტბაში. პირველები ვიქნები თქვენი დაფით ვინჩევა ლევიტანაზე. ეს დაფა რაც იყიდა, იმის მერე სიკვდილის ბუზი დააჯდა და მე მგონი ენა მარგიტულას. კაი რას გეგმავ, აბა მითხარი. შევალ ძალიან კაი წყალია, კამკამა გამჭირვალე, სიღრმე. სუფთა, ხო, სხვათა შორის. სიღრმე დაბალი აქვს. და ძალიან რა, მაქსიმუმ რა მეტრანახევარი 2 მეტრ ალბათ. ზემოდან მით უმეტეს ძალიან კარგი კადრები გამოვა და დაფაც მოუხდება ტბას. არა გვაქვს, არა. ეს რა არის? თემე მოდი დაფაზე ადი. იქით ჩვენი ძმა და მეგობრები ცეცხლს ანთებენ რომ საჭმელი გქონდეს, მერე ირაკლის მოშვიდება წყლის მერე. დემეტრე ვარჯიშობს. დემე დადექი მაგაზე. რეზო მოგწონს ეს ადგილი? ძალიან მაგარი ადგილი. მოგეწონა, ხო? ძალიან მაგარი. ვერ წარმოვიდგენდი რომ გორში ესეთი ადგილი შეიძლება ყოფილიყო. აი ეგეთი შეგრძნება მქონდა პირველად რომ მოვე. არა, ხო ამოვე ხოლმე გორელებს ყავს შინავრები და მაგარი ბუნება. საიდან მეთქი ბუნება? გორი გონია ეს. მაგისტრალი და სტალინის მუზეუმი და ციხე, ხო? ხო, არა, ძალიან მაგარია. აი სასწაული ბუნება არის. თემოდანვე რომ შემოდიხარ, აი უკვე თავი ბაბში ვერ გონია რომ გორში ხარ რა. იმდენ ადგილს მივამსგავსეთ, რომ რაჭასაც გავს ცოტათი, ხევსურეთსაც გავს ცოტათი, ბორჯომსაც გავს ცოტათი, აი ყველაფერს გავს რა. არა, მეორე სილამაზია მართლა. მეორე კოქსები არ არის. მე გამწირეთ ხო მაინდა მაინც. შენ ხარ მაგის პროფესიონალი და რავი მე ხარ.
ბიჭო, უკან აკლია მე მგონი ის. ყველაზე გადაობა. ეს რა ჩამოწვით. ბიჭო, ეს გიშოლის. ეს არის ყველაზე ისეთი საიმედო კროქსი. არა, ამოტიტვდება და აინტერესებს ვაფშე. შენ არაფერი არ მოგივა, ეხლა მეტრანახევარი წყალია და 2 მეტრიანი ბიჭი ხარ. მოკლედ ადგილი შევიცვალეთ, იმიტომ რომ იქით არ იყო კარგი შესასვლელი. ყველა მაყურებლები ადგილზე არიან. არ ვიცი, რა იქნება და როგორ დამთავრდება ეს. ვიცი ხო გავიარეთ, ახლა ძალიან ცივია. GTA 6. გეჭირდი. ო, დრონით უნდა გადავიღო. ნუ მოკლედ ემზადება ირაკლი, რომ უკვე შევიდეს. თან საჩევდივართ. აქ აბა, ნახო. ტბა არის სიმწვანე. და მაღლა რამოდენიმე 100 მეტრში თოვლიდებს. ირაკლა მაგალად რის გამანა ვიდეოს გამო რას არის ზავს კაცი. ბავშვი, გადი გვერდზე ბავშვი. ექვები რადგინდა უნდა ესროლო რომ შევა? წყალი არის გაყინული. შენც წყალში არ უნდა ჩახვიდე, ეგ დაფა მაგიტო გინდა. ბიჭო, დაფა დადე და დააჯექი ზედ ეგრევე. კროქსი კი არა, მოიცა კაცობა არ დავკარგო აქ შესვლაში, მაცადეთ. კროქს ვინჩივის. ოპა! არის კონტაქტი. არის კონტაქტი. არის კონტაქტი. ესეთ ჩვენერი ადგილიდან მოგესალმებით კიდევ ერთხელ. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. მოიცა. მანახე. ტიმი დაძლია გაღმართი, მიდი. ერთიც. ვერა. გაიქეცი. მიდი გაიქეცი. გაიქეცი და ახლა მიდი. მიდი. ცოტაც. ეხა იქ შენთვის არის ევერესტი, ხო? ოპ. ყოჩა, მაგარი ბიჭი ხარ. არა მიშო დარწმუნებული ვარ, პირველები ვართ. აი ესეთ მაღალ თინაში ტბაზე დაფით. შემდეგ იქნება კახისი. კახისი კახიზე 2 დაფით და მე ჩემო. წყალი არ გავა. 2 არა, რატო ბევრი გვაქვს. წავიღოთ 5-6 წელი დაფა. ოლარე. აქ დაახჩეს მოლარე. აჯიკა. ესეც ესე მეგობრებო. აი ამ ულამაზეს ტბაში და ცოტა არ იყოს, ცოტა საშიშიც არის, იმიტომ რომ იმდენი ხავსი და უბედურება არის ამაში. ირაკლის არ უთხარი მე ხა თავიდან, თორე რომ მეთქვა შეიძლება უკან დაიხია და არ ჩასულიყო. ხო, და შემდეგ იქნება კახისის ტბა. სულ რაღაც დაახლოებით ალბათ 2 კვირაში იქნება იდეალური კახისის ტბა და იქაც ავალთ უფრო ბევრი დაფით ავალთ. და მეც შევალ. მაინც ფინანსურ ზარალზე იმექნება. რა გაციდეო მორჩები. არა რა გააციეს მეღადავები. ამაში რაღაც პირველი. არ ხარ. დიაბა.
ვერ შეგიწოვე, მაპატია. ეხლა ვიბარგებით ნელ-ნელა და ვეცდებით რომ თუ არ დაგვიგვიან და ჩანჩქერზე წავიდეთ. ბისის ჩანჩქერი ვნახოთ და გადავიხოთ. ნახოთ, წყალში სატოპიალოები არის და ძალიან თუ არ აცივდა, მაგასაც გადავიხეთ. ეხა შენაჭამეღოდი ხუპებენ. დავინახე მოუბარე. რომელი სოფელი მითხარი დისიო თუ ბისი. ბისი ხო? რა ხდება ძმებო? ტელეფონი დაკარღვა გამაკლია. კლეთ მე გიორგი და ელენე დავიძარით ბისის ჩანჩქერისკენ. ირაკლი სალომე და ბავშვი დავტოვეთ მანქანაში. აბა ვნახოთ თუ მოვასწრეთ იმიტომ რომ გვიღამდება და რა და როგორ დახვდება ვნახოთ. გამარჯობა. ჩანჩქერი შორს არის აქედან? 2 კილომეტრი არაფერი. დინარე აი ეხლა აქაც გოგირებია გაკეთებინა. ბოლოს უკვე რომ უნდა მივიდეთ, ერთი 250 მეტრაშია. იქ უკვე ესეთი გოგირები აღარ აქვს. ეს ყოდა ზედიადად წყარდა. რატო კომოვიწევთ რა თუ უნდა მივიდეთ. გავტოპოთ. არა უშ. გაიხარე, მადლობა. ხო, დაახლოებით 1-20 წუთი უნდა რა. ხო. გაიხარე, კარგად. ესე იგი 20 წუთი. ელენე, შენ უკვე აცდი გზას. ხო, ესეთი გადასასვლელები არის. ამას თუ გადასასვლელი ქვია, უახ ჩემი. ორი სიტყვით რა ვთქვა. ატენის ხეობის შესახებ გაზაფხული ულამაზესი არის. ამწანებულია ყველაფერი, ყვავილებია უამრავი, აჭრელებული არის 1000 გვარი ყვავილით და მცენარეთი. რავი, ხეებსაც უყურებთ. რავი, აგერ აყვავებულია. ძალიან ლამაზია, ერთ დღეში მოსასწრებია ჩვეულებრივად. ჩვენ როგორც ყოველთვის სიჩქარეში ვაკეთებ ყველაფერს. მარჯვნივ უნდა გადავიდეთ. დილით ადრე გამოხვიდეთ. ჩანჩქერსაც ნახავთ, პასთანაც პიკნიკს მოვაწყოთ და რავი, ერთ სიტყვით ძალიან ლამაზი ადგილია. განახეთ კიდე ჩანჩქერს. 2 კილომეტრი არის, როგორც გითხრა, ადგილობრივ. ნიშნებები, მარკირებები არის ჩანჩქერამდე. უბრალოდ დინარეში არის გასავლელი ერთ-ორ ადგილზე. მაგასაც შევხედავთ როგორ გადავლახავთ. ეს არის ხიდი. არა, აქეთ მიდის ჩანჩქერის გზა. ისე გადავა, ნახავ აპარატი. ესე არის გადასასვლელი. მიდი აბა გიო.
ვარ მოგატყო ვერ გადახდები, ჩავარდები. არა, აქ რა ვქნათ გავიაროთ, გადავწოხოთ. იო, გაიხადე რა. მოდი წავშო. არა. ბილია. გული გამიყინა. აი მომე წავეძე. ფაქ სადაგველოდე მაშინ უკან დაწახვიდე. იო. რანებ და ერთი ტურისტი ოპა! ნელა. ესე მთავრდება მდინარეზე გადასვლა ხოლმე. როცა ხიდი არ არის სათანადო მდგომარეობაში. აი, ვაგრძელებთ გზას. ესეთი ლამაზი ჩანჩქერის ადგილზე, აი, ესეთი ხიდების გაკეთება შეიძლება? რამე რკინა, ბეტონი. მაგრამ ესო ადიდება სავარაუდოდ მიახ ყველაფერი. ო, ხელნაკეთი იქნება სავარაუდოდ. აგი ვაზრი არა. ამეტანი გავიწყდები. აქ შეიძლება ჩავარდეთ კიდეც, ნახე რამ ხელადინება. გამსინდა კაცო აი. მეგობრებო, სამწუხაროდ ჩვენც დავნებდით, იმიტომ რომ არა გადასასვლელი არანაირი. ხიდი არ არის, რავი, არანაირი. აი ეს იყო ხიდი სავარაუდოდ, აი რაც ჩანს. ეგ ხედა. აღებული. აუზევი ძალა არ არის. ილა რო იყოს ან შუადღე რო იყოს შეიძლება რომ იწვალო და გადახვიდე, მაგრამ ეხლა გვიღამდება თან. ასე რომ ჯობია რომ დავბრუნდეთ ისე უცია. შემდეგში ვნახავთ მაინც ბიშის ჩამწეს. გვაქვს ძველი სურათები და დავდეთ იმას. კიდე მორბის ეს ხო წყალში ჩავარდ, ტბაში ხო ჩახტა და აქაც მოდის დინარის უნდა ჩახტეს. მისო დებილურად არ გაიარო გიხვეწებიო. რა მაგალი გაზის და რაღაცნაირად.